მე ვარ ანეტა ახვლედიანი 10 წლის. ვსწავლობ მახინჯაურის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და მუსიკა. აქედან უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ხოთაშორის სახლში მაქვს ინდროიდელი ნახატები. მე ვიცი ბუნების ხატვა და მთების ხატვა. ბევრ რამეს ვხატავ, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს პეიზაჟის დახატვა. ხატვაში ყველაზე რთული არის კონტურის გაკეთება, ყველაზე ადვილი ფერის შერჩევა. ჩემი საყვარელი ფერი არის ის ფერი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ ზედმეტად კაშკაშებს და ნახატს არ უხდება. 2 კვირაა შევედი ხატვის წრეზე. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და დედიკოს სულ ვთხოვდი შევეყვანე ხატვის წრეზე. ძალიან კარგი მასწავლებელი დამხვდა და ბევრ რამეს ვსწავლობ. ნახატების გაყიდვას არ ვაპირებ, რადგან ბევრი შრომა მაქვს ჩადებული და მენანება. ყველაზე ხშირად ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. ამ ბოლო დროს ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქეს ბლოკნოტი და კალამი. ჩემი ოცნებების საჩუქარი არის პატარა ყავისფერი ფუმფულა ძაღლი. სახლში მყავს საყვარელი ძაღლი, რომელსაც ჰქვია მიმი. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს პანდა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბევრი კარგი მასწავლებელი და მეგობარი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ალექსანდრე გოგუიაშვილი. ყველაზე მშვიდი არის ალექსანდრე ჯაბნიძე. ყველაზე ბედნიერია ნუცა მახარაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და საყვარელი. ჩემი საყვარელი საგანი არის ბუნება. საყვარელი მასწავლებელი არის ინგა კონცელიძე. იმიტომ რომ ბავშვები უყვარს ხშირად გვეხუტება და ბევრ დავალებებს ხშირად არ გვაძლევს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პედიატრი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან მომენატრა ბაღის მეგობრები. მეგობრობა არის ბავშვებთან ერთად ცელქობა და თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია მგელობანა. ჩემი რომ იყოს აგვგზავნავდი ფეხბურთს. იმიტომ რომ ფეხბურთს რომ თამაშობთ, ხშირად ბავშვები ვიქცევით და შეიძლება რაღაცები ვიტკინოთ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი ერთი ძმა და ერთი და. კიდე მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ლილე. ლილე არის ჭკვიანი, საყვარელი და თბილი. ზოგჯერ ცელქობს და მაბრაზებს. როდის მაბრაზებს და ჩემს ნივთებს რომ იღებს. ჩემი აზრით ლილე რომ გაიზრდება, გამოვა მხატვარი. ძმა არის 7 წლის და ქვია გიორგი. გიორგი არის ცელქი, მოусმენარი, ჭკვიანი და სასაცილო ბავშვი. ჩემი აზრით გიორგი რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის საყვარელი, თბილი და მზრუნველი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული და ჭკვიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ხოთაშორის ვადუღებ ძალიან გემრიელ ყავას. ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიცა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. ზოგჯერ მეც ვწერ მოთხრობებს. პირველად მოთხრობა რომ დავწერე, ვიყავი 8 წლის. ეს მოთხრობა იყო ცხოველებზე. ჩემი მოთხრობების უმეტესი ნაწილი არის ცხოველებზე. მე ასევე მიყვარს მულტფილმების ყურება, ჩემი საყვარელი მულტფილმი არის მოანა. ბავშვობაში სულ მინდოდა ყოფილიყავი პრინცესა მოანა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მსოფლიოში ყველა ბავშვად ვაჩუქებდი სათამაშოებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანეტა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ანეტა დამარქვა დედამ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანეტა რომ არ მერქვას, მერქმეოდა ლიზი. ჩემ შვილებს დავარქმევ ელენეს და ნიკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი დედიკოსთან ერთად. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-3 კლასში და ვუკრავ გიტარაზე. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა თითების დაჭერა სიმებზე. ყველაზე ადვილი იყო ნოტების სწავლა. გიტარის გარდა კიდევ მინდა ვუკრავდა ვიოლინოზე. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ჟუჟუნაწვიმა მოვიდა. ჟუჟუნაწვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, 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 დიდი მინდორი დანამა. ბედნიერება არის ხატვა, პატარა ლეკვი და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.